ჩემი გარდაცვლილი შვილია. ამის სიკვდილი შეიძლებოდა ადამიანს ყველას რო უყვარდა. სალამს არ იტყოდა ისე რომ არ გაეცინა. მოკლული გიორგი ჭანყოშვილის დედა პოლიციას გულგრილობაში ადანაშაულებს და იმ დაპირისპირების დეტალებს იხსენებს, რომელიც სოფელ კარდენახში მკვლელობამდე 3 თვით ადრე დაიწყო. ნინო ბერუაშვილის თქმით, მისი შვილი თავს ხელოსნობით ირჩენდა. ძველ ავტომობილებს შლიდა და ყიდდა. კონფლიქტი თანასოფლელებთან კი მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ერთ-ერთი ავტომობილის ვალი მოითხოვა. მისი ვალი თანასოფლელ ძმებს, გვარად ტურიაშვილებს ჰქონდათ. ძმები ტურიაშვილები ვალის მოთხოვნამ გააღიზიანა და ჭანყოშვილს თავდაპირველად ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლი დაუცხრილეს. ამის შემდეგ პოლიციის ნაცვლად საქმეში ყვარელში მცხოვრები კრიმინალური ავტორიტეტების სახელად ბუტოები ჩაერთდნენ. სად იყო ამ დროს ადგილობრივი პოლიცია და რატომ გამოეპარათ ამ დონის დანაშაულებები, არავინ იცის. ამასობაში დაპირისპირება ისე გამწვავდა, რომ 24 ნოემბერს ჭანყოშვილს დაურეკეს და ქუჩაში გაიყვანეს. საბოლოოდ საქმის გარჩევისას კი 2 ადამიანი დაიღუპა. თავად გიორგი ჭანყოშვილი და მასთან დაპირისპირებული ძმების ტორიაშვილების მეგობარი გულიაშვილი. რო იჩხუბეს იმის მემრე კიდე ბევრი დაპირისპირება იყო, ეს მილიციამაც იცოდა. კარდენახში მილიცია არ უარგათ. ანუ იმ ბანდიტებს ხელსაფარებენ და ისინი ფარველობენ როგორც ეთყობა მილიციაც. თორე მილიცია როცა რო აფრთხილებდა ჩემ შვილს რომ გააფრთხილეს რომ იარაღით დადისო და ფრთხილად იყავიო. რატო არ მიიღეს რეაგირება? არ მოახდინეს. რატომ არ ჩამართვეს იმას იარაღი? ან რატომ არ დაიჭირეს, რაც მიიყვანეს მკვლელობამდე? ანუ ხელი შეუწყეს ამ მკვლელობას, ეგრე გამოდის. ჩემი შვილის მოშორება უნდოდა თაშკარად. იმიტომ რომ განხორციელდეს აქ ყაჩაღობა, განხორციელდეს ხალხის ჩაგვრა და განხორციელდეს ქურდობა. ვისაც ვინ მოუნდება, იმას მოკლავს ალბათ. დედა ამბობს, რომ ახლა მას გამომძიებელიც კი აღარ ელაპარაკება. ის ყველა პირის დასჯას მოითხოვს, ვისაც მკვლელობასთან რაიმე კავშირი აქვს. მათ შორისაა ის პირიც, ვინც დედის მტკიცებით ჭანყოშვილს ტელეფონზე დაურეკა და მკვლელობის ადგილზე გაიყვანა. ეს მხარეებს შორის დაპირისპირება რომ იყო, სად იყო პოლიცია რამეს აკეთებდა? მიწაში არაფერს. ჩვენი პოლიცია არის უმოქმედო. კარდენახის პოლიცია არის უმოქმედო. მე ვფიქრობ, რომ ეგენიც მე მგონი მაგ ხალხთან არის შეკრული. დეტალებზე საუბარი არ სურს მოკლული გულიაშვილის დედას. არაფერი არ ვიცი, ერთად-ერთი როცა მე გავიგე, ჩემი შვილის მკვლელობა იყო, იმ დროს ის გავიგე, მე დანარჩენი არაფერი არ ვიცი, აბსოლუტურად არაფერი. სოფლის ცენტრში მომხდარი ორმაგი მკვლელობა, რომელსაც გიორგი ჭანყოშვილი და მამუკა გულიაშვილი ემსხვერპლდნენ, ამ დრომდე გაუხსნელია. დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი, მალხას შალათაშვილი, რომელიც მოკლულ გულიაშვილს სახლდა თან. ვინ ვის ესროლა და მოუწყვეს თუ არა ჭანყოშვილს ჩასაფრება, პოლიციამ ისევ ვერ დაადგინა. დამნაშავის გამოსავლენად სამართალდამცავებმა უსამართლო გზა შეარჩიეს. სოფელ კარდენახში ათეულობით ახალგაზრდა სხვადასხვა დროს ოჯახებიდან აიყვანეს. მკვლელის ვინაობის დასახელება მოსთხოვეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ და ოჯახებს გაჩუმების მიზნით მუქარად შეუთვალეს. შვილების ცემის გამო სოფელი საპროტესტო აქციასაც გეგმავდა, რომლის ჩაშლაც გურჯაანის მერმა ითავა და ოჯახები დაარწმუნა, რომ დაკავებულებს უვნებლებს დააბრუნებდა. ინაზე რომლებიც წაიყვანეს, ისინი ნაცემები არიან, აი მეზობლები არიან, ორნი. ჩემი კარის მეზობლები, იმ კაცს თავში პრობლემა აქვს, პლასმასიუსის. და ის ესცემეს ის კაცი, უდანაშაულო კაცი და იმისი შვილი. ნუ წამლის ფული არ ქონდა მერე და კომპიუტერები გადაუღეს და ერთი კვირა ელოდებოდა გამგეობაში, როდის დააფინანსებდნენ, რომ ნევროლოგ შენახა და თავზე კომპიუტერი გადაეყო. ლინკ ჩემა ასეო, ექიმებმა რო უთხრეს, რომ გადაუღეს თავში დაზიანებები აღმოაჩინა. ჩემს მას ეძინა და ნამძინარებს საწოლში დაადგნენ და კურტკაც თვითონ მაცმოდნენ, ჰაეშე უკვე რომ მანქანაში ჩამოსვეს და წავედი, მაშინ მოვედი გონზე. პოლიცია მე ეხლა მე მუქრება, რომ თურმე ჩემი ოჯახისთვისაც მოიჩლის. მე ჩემი ოჯახი კრიმინალი არ არის. ნარკოტიკის მომხმარებელი არ არის. ჩვეულებრივი გლეხი ოჯახია, რომელიც რომ მთელი კარდენახი და რაიონი გწნობს ვინ ვარ და რა ვარ. ალიკა მე რა უნდა გამიკეთოს? უნდა მოვიდეს იარაღი ჩამიდოს, უნდა წამალი ჩამიდოს, თუ აი რატომ ემუქრება სამართალდამცავი, ეგ მაინტერესებს. შერყევასავით აქონდა ეთყობა. რატომ ძლიერად დაატყე? არ ვიცი მაგდენი. ნუ ეხლა ისეთი ამბავი მოხდა აქ, რომ
ორი კაცი მკვდარი იყო, რომ მარტო ეს კი არა, რა ვიცი, ვინც დაიყვანეს, ყველას ცოტა მოახვედრეს. წიგნის ჭერიათ რა ხელში და რომ ვერ რა დაინახეო და არაფერი დამინახეო, ეთქობა ეს წიგნი რომ მიატყეს, ამას ისიც ტრავმა აქვს თავში. მიზეზი არ ვიცი, დღეს დილით მოვიდნენ სამუშაოზე უნდა წასულიყო და ezოდან აიყვანეს, წაიყვანეს. თქვენ რა ვარაუდი გაქვთ ამ მკვლელობასთან დაკავშირებით არის ის გადაყვანილი? არა, სინამდვილეში არ ვიცი. იმიტომ რომ თელი ნახევარი კარნახი წაყვანილი ყავთ რა იტყვიან რა, ახალგაზრდობა. ამერიკაში დააკავესო და გადამოველი და წაყვანილი დამხრა. გავიკითხეთ გურჯაანში ვიყავით და თელავში წაიყვანეს დაკითხვაზე, ეგ ვიცი, სხვა არაფერი არ ვიცი. ალბათ შეიძლება 1-20 კაცი ყავთ წაყვანილი და თუ მეტი არა. მკვლელობა ჭანყოშვილის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. იქ სადაც მოკლული ბიზნეს საქმიანობას ახორციელებდა და ავტომობილებს შლიდა. მომხდარი ფაქტის შემდეგ სოფლიდან ორი მამაკაცი გაიქცა და ამ დრომდე მიმალვაშია. საცხოვრებელი სახლები კი პოლიციამ მკვლელობის დღესვე გაჩხრიკა. თორნიკი აქ ცხოვრობს, ხო, ტურიაშვილი და ეხა სად არის? არ ვიცი. აი ამ მკვლელობის შემდეგ თორნიკი აღარ გამოჩენილა? არ მინახნა. მე არ დამინახე. აი რაღაცა ის უბედურება მოხდა, თითქმის იმის მერე მე ის არ დამინახე ფიზიკურად. იმ მკვლელობის შემდეგ ეთყობა თორნიკის აბრალებენ, თუ მონაწილე არის, ახლა მე მაგას ვერ ვიტყვი. და გაქცეულია თითქოს ესე გამოდის. შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ერთადერთი ინფორმაციით გამოძიება 109 მუხლით არის დაწყებული, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.